რატომ არ აქვს ბათუმს კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი გეგმა და რა დოკუმენტით ხელმძღვანელობს თვითმმართველობა ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში? შეპესე გეოგრაფიკმა ის დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს დაკვეთით 2008 წელს შემუშავდა, თუმცა მისი დამტკიცება ბათუმის საკრებულომ ამ დრომდე ვერ მოახერხა. დოკუმენტში მითითებულია ყველა ის შენობა, რომელიც 2008 წლის მონაცემებით ბათუმის ტერიტორიაზე არსებობდა, მათ შორის ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებენ. აღნიშნული გეგმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში თვითმმართველობის სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა კვლევის ავტორების განმარტებით მონაცემები უკვე შეცვლილია და იგი განახლებას საჭიროებს. სამწუხაროდ უკვე მოძველებულია საკმაოდ გაკეთებული 2007 წელიწადში და იმის შემდეგ ბათუმის ისტორიულ ნაწილში ბევრი რამე შეიცვალა. ეს ცვლილებები უნდა აისახოს ამ დოკუმენტში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ის იყოს მიღებული როგორც კანონიერი დოკუმენტი, რომლითაც მოხდება ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარება. ამის გარდა გენერალური გეგმა არის დამუშავებული, მაგრამ ისიც არ აქვს მიღებული საკრებულოს. ამიტომ მომავალი საკრებულო ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საკითხების მოგვარების წინაშე დადგება. ერთი არის ისტორიული ნაწილის საყრდენი გეგმა და მეორე ქალაქ მშენებლობის გენერალური გეგმა. რაღაცა გარკვეული ცოდნა უნდა დავაგროვოთ ამისთვის, რომ ამ საქმეზე ვიბჯეროთ, როგორ შეიძლება ამ ძველ ქალაქს უშველოთ და რა უნდა გავაკეთოთ. ამაში არის რაღაც საყრდენი მასალაში, ამ საყრდენ დოკუმენტაციაში მოცემულია მასალა, რაც იძლევა მსჯელობის საშუალებას, გარკვეული მეთოდიკით დალაგებული მასალა.